ყველს გადაცემაში მუსიკის დროა და აი ისიც. როგორ შეპარვით წარადგინე? პირიქით, ომახე. ჩვენი ანიკე ჯონის ჩვევია ხოლმე ასეთი წარდგენები. ძალიან დიდი მადლობა დილამშვიდობის მოგესალმებით ჯონი დალი ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო თემა. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა კავშირია მუსიკასა და პოეზიას შორის. ამას კი ყველაზე კარგად იზამს სიტყვის აკადემია, რომელიც დაფუძნდა იდეურად გაერთიანებული ახალგაზრდების მიერ, რომლებმაც შექმნეს უნიკალური სივრცე, სადაც ადამიანებს აქვთ საშუალება რომ ჩამოაყალიბონ საინტერესო და თავისუფალი ურთიერთობები, ეს ცოცხალი პროცესი არის და ასევე რაც ყველაზე მთავარია შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარების განვითარება ხდება ამ პროცესში და ყველაზე მნიშვნელოვანი კი პიროვნული განვითარება და ზრდა არის. ჩვენი ყურადღება კი მიიპყრო გალაქტიონის კვირეულმა. მოგეხსენებათ ყველას რომ გალაქტიონის პოეზია ძალიან გაჯერებული არის მუსიკალური რითმიკით და ყველასთვის საინტერესო არის. ამიტომაც კიდევ უფრო მეტად. ამ პროცესში შემიძლია ვთქვა, რომ მაგალითად ერთი ჩვენთვის ყველაზე საყვარელი მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი ზვიად ბოლქვაძე აზიარებს თავის გამოცდილებას გალაქტიონის პოეზიის როლს მის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე და შემდგომ ასრულებს ძალიან საინტერესო კომპოზიციას, რომლებიც შექმნა გალაქტიონის ლექსზე. ასევე, სადაც გალაქტიონს ვახსენებთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ნიას დიასამიძის შემოქმედება, რომელმაც უნიკალური მუსიკა გააკეთა გალაქტიონი, სადაც კარგად მოარგო გალაქტიონის ლექსი მთაწმინდის მთვარე. მოდით ახლა ამ საინტერესო თემებზე ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან ერთად. ანდრია კოგილაშვილი არის ჩემთან სტუმრად, სიტყვის აკადემიის დამფუძნებელი და მასთან გადავალ შეკითხვით პირდაპირ. ჩემთვის საინტერესო არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია ნამდვილად და საიდან მოვიდა იდეა ამის შესახებ რომ გითხრათ, როგორც ვახსენე, ახალგაზრდების გაერთიანება ხართ, ხო? დიახ, ზოგადად მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. სიტყვის აკადემია შევქმნით ახალგაზრდებმა, რომლებსაც გვინდოდა რაღაც საერთო ღირებული საქმე ქონოდა. და ისეთი გარემო შეგვექმნა, სადაც ადამიანი რომ მოვიდა და რაღაც შინაგან სისავსეს წაიღებდა და ეს არ იქნებოდა მხოლოდ რაღაც წამიერი ან მომენტალური სიამოვნების მიღების მიზნით, არამედ რაღაცა ისეთი შინაგანი სისავსე, რაც ცხოვრების ინსპირაციად ადამიანს მიყვება. და ეს სივრცე უნდა ყოფილიყო ყველა ასაკის ადამიანისთვის. ამიტომ ბუნებრივია რომ ჩვენ მუსიკაზე და ხელოვნებაზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, რადგან ხელოვნება, მუსიკა და ზოგადად ინტელექტუალური სფერო, რომელიც არის ამ შემთხვევაში პოეზიას გალაქტიონი, სწორედ ამას ემსახურება ის რა მას ადამიანი გაჰყავს რაღაც უფრო ისეთ მიღმიერ სივრცეში, რომელიც მას შინაგანად ავსებს და თითქოს ამ სამყაროდან გაჰყავს. აქ როგორც ვიცი, პროცესში ასევე არის ეს სამსახიობო ხელოვნება და ცოცხალი მუსიკის სინთეზი არის, ხო, ასე ვთქვათ და ალბათ განსაკუთრებულობა ამ პროექტის იმაში მდგომარეობს, რომ უშუალო კომუნიკაცია და ინტერაქცია არის თვითონ აუდიტორიასთან. დიახ, აი ჩვენ ვფიქრობდით, რომ რაღაც ახლებური შეხვედრის ფორმატი შეგვექმნა და რაღაც ისეთი რაც ადამიანთან უშუალო შეხების შესაძლებლობას მიცემდა არტისტებთან. ამიტომ მოვიფიქრეთ სწორედ ეს, რომ გალაქტიონის კვირეულის ფარგლებში მურმან ჯინორია კითხულობს ლექსებს თავისი საოცარი ინტერპრეტაციის და წარმოთქმის უნარით და ამას მუსიკალურად თან ახლავს ესეთი გამორჩეული მუსიკასები, როგორც არის ზვიად ბოლქვაძე, რომელიც თქვენ ახსენეთ, მაია ბარათაშვილი და თოევგენიძე, რომელიც ახლა ბათუმში იქნება ამ პროექტის ფარგლებში და აი ეს სინთეზი მუსიკალური და პოეზიის ქმნის ერთგვარ რაღაც ჯადოსნურ გარემოს ყველა ამ ღონისძიებას. ნამდვილად მნიშვნელოვანი პროცესი არის, ალბათ ყველა დამეთანხმება და მინდა გკითხოთ ასევე რახან მონაწილეები ვახსენეთ, ვინ იღებს მონაწილეობას და მანამ სანამ ამ პასუხზე კითხვას მივიღებთ, ჩვენ სტუდიაში შემოგვიერთდა შემოქმედებითი გუნდის წევრი, კიდევ ერთი წევრი, ჩვენთან არის ეთერში სტუმრად გიორგი კერესელიძე, მივესალმებით მას და სასიამოვნოა რომ შემოგვიერთდით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოდით ამის შესახებ ვისაუბროთ და შემდეგ გიორგისთან გადავალ შეკითხვით. დიახ, ეს კვირეული პირველ რიგში ჩატარდა თბილისში, გალაქტიონის დაბადების დღეს მიეძღვნა და ჩატარდა თბილისში. პირველ ღონისძიებას გაუძღვა მურმან ჯინორია და ზვიად ბოლქვაძე, ხოლო მეორე ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა მაია ბარათაშვილი და ასევე გალაქტიონის პოეზიას არჩევდა სიღრმისეულად ლევან გიგინეიშვილი და ბატონი გია მურღულია. ეხლა კი ბათუმში წავიღეთ ეს პროექტი, იმიტომ რომ
დიდი გამოხმაურება იყო, ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ესეთი პროექტები მთელი საქართველოს ფარგლებს სხვადასხვა ქალაქებში რატომ ბათუმი ესეც მაინტერესებს ძალიან? ჩვენ ზოგადად გვაქვს ფილიალები როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, საკვირაო სკოლის ფარგლებში პიროვნული ზრდის კურსები. და სწორედ ამიტომ ბათუმის აუდიტორია ჩვენ კარგად გვიცნობთ, რომ დაინახეს რომ ეს პროექტი გამოვიდა და რომ ვიდეოები რომ ნახეთ, ესეთი განწყობა შეექმნა, რომ ძალიან ბევრი შეტყობინა მივიღეთ, რომ იქნება კაც გააკეთოთ. ამიტომ ბათუმში კიდევ უფრო გავამდიდრეთ ამასობაში ეს პროექტი და იქ უკვე გაიმართება 4 ღონისძიება. პირველი ეს იქნება მურმაჯინორიასი და მაია ბარათაშვილის ერთობლივი, მეორე ეს იქნება მურმაჯინორიას მონოსპექტაკლი, მესამე ეს იქნება მურმაჯინორია და ზვიად ბოლქვაძე და მეოთხე ეს იქნება მურმაჯინორია და დათო ევგენიძე. ეს იქნება ჰილტონში, შერატონში, ლემერიდიანში და ესე იგი ქორთიარ მერიოტში დიახ ეს ღონისძიება. ძალიან კარგი. მე მაინც ვფიქრობ, რომ კიდევ სხვა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ბათუმში ჩატარდეს ასეთი ღონისძიებები, იმიტომ რომ მართლაც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბათუმში გამოირჩევიან ადამიანები, რაღაც განსაკუთრებული ნიჭის პატრონი, ბევრი მუსიკოსი ვიცით და ვფიქრობ, რომ ესეც განაპირობებს იმას, რომ ამ ლოკაციაზე მაგალითი სახეზე ყავს. მაგალითი ყავს, კი ბატონო. სმენელიც განსაკუთრებულია სხვათა შორის. სმენელი სხვა მუსიკოსი ზიად ბოლქვაძეც და კი ბატონო. არა მხოლოდ კი ბატონო. და ქალაქიც ხო ისეთია გიორგი რაღაცნაირად კოლორიტული და აი ეს უწყობს გარემოც მე მგონი. გიორგი, იცით რა მაინტერესებს რადგან შემოქმედებითი გუნდის წევრი ბრძანდებით. მოდი ასეთ კითხვას დავსვამ. ჯერ სიტყვა თუ ჯერ მუსიკა თქვენთვის როგორ არის? ალბათ ჯერ მუსიკა. იმიტომ რომ ასა ჯერ იყო ალბათ ჰარმონია და მე ამ ჰარმონიის ამოთქმა მომუნდა ადამიანს. სავარაუდოდ არ ვიცი. ხო. კარგი იყო. ალბათ პოეზიის შემთხვევაშიც რა თქმა უნდა. გავსი მუსიკა როცა ჩაგესმის შემდეგ გამოთქვამს სიტყვას. რაღაცა უკრავს შენში რაღაც ხევა და როგორც გალაქტიონის ასა მისტიკური სამყარო უკრავდა, რაღაცა ჯადოსნური, თან სურეალისტური, თან რომანტიული, თან აზრზე დაფუძნებული და მე გამოთქვავდა ამ რაღაცა თავის სურათებს. ძალიან მნიშვნელოვანია სინთეზი მუსიკის და პოეზიის. იმიტომ რომ გალაქტიონი თავიდან ბოლომდე აი სტრუქტურით მიმდინარეობით რა კონსტრუქციით პოეზიაში გავს ჯაზს. თუ ჯაზი არსად არ მეორდება. კარგი რამ თქვა. ხო, მართლა ეგრე არის. აი მაგათ მაია ბარათაშვილი იძახდა მაგას და დათოც ევგენიძეს მაგას იძახეს. რატო გავს ანუ სად გავს? რა პატერნები არის? ანუ ესე ყრუდ არ ვიძახით ამას. თუ ჯაზი მაგალითად ვინმე ესე დიდი ჯაზმენია, თელონიუს მონკი ან რავი ჩარლი პარკერი თუ არსად არ მეორდება და ჯაზი იმპროვიზაციული დინება არის, ხო? ერთ კომპოზიციას თუ დაუკრავდა მაგალითად მონკი, რო გეთხოვა რომ დაუკრა მეორეჯერ რომ ვეღარ დაუკრავდა ისე როგორც ის დაუკრა. ანუ აღარ მეორდება ჯაზის იმპროვიზაცია. და გალაქტიონიც არსად არ მეორდება. ამ შემთხვევაში პოეზიაში არ გამეორება რას ნიშნავს, რომ არ მეორდება გამოყენებული მეტაფორები მაგალითად, არ მეორდება გამოყენებული სიტყვათა წყობა კომბინაციები, და ძალიან შრომის მოყვარე იყო გალაქტიონი და რა ვიცი, ათასობით კუპლეტია გადახაზული და სხვადასხვა სიტყვა კომბინირებული და შემდეგ. და თვითონ იღებდა შთაგონებას გალაქტიონი დასავლურ რაღაცა კულტურაზე გაიზარდა, დასავლურ ფილოსოფიაზე გაიზარდა. აშორის ძალიან უყვარდა მოცარტი, ბეთჰოვენი და ამათგან შთაგონებებს იღებდა და ძალიან მაგარ თვითონაც სიმბოლისტი იყო და ესენი ძალიან სიმბოლურ ხელოვნების დიდ სიმბოლოს არქმევდა თავის პოეზიაში ამათ, ანუ ზეცის სევდიანი მუსიკა უწერია მოცარტზე რაღაც ეგეთი. და ასე შემდეგ. მოკლედ, ანუ თვითონაც იღებდა მუსიკალურ. თავად ალბათ თავისი ფორმაც ხო ლექსის გამოთქმის ჩვენ მოგვისმენია და არის ხო ჩანაწერები და ძალიან დინამიკური არის და მელოდიური არის. მელოდიური და თვითონაც ჰიპ-ჰოპ რაღაცა. თვითონ მღერის თვითონაც. ხო, ზუსტად. აი რაღაცა მუსიკალური ბიტი რო დაადო. დაადო კიდევაც საგია. გაკეთებულია კი. ო, ნუ ბევრმა ხო გააკეთე, გამახსენე. ხო, ანუ მუსიკა. რეალიზაციაში კი. მოდით ვისაუბროთ თვითონ პროცესზე და უკავშირზე აუდიტორიისგან. აი, როგორი უკავშირები გაქვთ ხოლმე და საინტერესო მათი ხედვებიც. ერთ-ერთი პირველი რაც მოხდა პირველ შეხვედრაზე, ხო? კი. მეგონი იყო მაიასი, ბატონი მურმანის და
მე მგონი მურმანის და ზვიადის და მურმანის შეხვედრაზე მოხდა ეგეთი რაღაცა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მოიწერა ეგეთი რაღაც წერილი, რომ აი რომ მივედიო სახლშიო. ეგრევე გადმოვიღეო გალაქტიონის კრებულიო. და ამას ამობენ თან ადამიანები, რომლებიც მაგალითად ქირურგები არიან და 24 საათი აი რაღაც და მივიდეთ და გადმოვიღოთ იგენი რაღაცა გაიხსნა იმ ადამიანში რაღაც კიდევ სხვა. ნუ გეშინიათ ეკიბებზედაც უყარდათ გალაქტიონი. რა თქმა უნდა, მათი არა, აქ იგულისხმება რომ იმდენად დაკავებული ადამიანები არიან. ფონზე ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაცა ესთეტიკური სიამოვნების ელემენტი შეიძლება ითქვას, რომ თავისი შედეგები აქვს. ადამიანს მომართავს და უფრო მეტად აძლიერებს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში და იმაში რის წინაშე ვდგავართ ჩვენ ყოველდღიურად. კი ბატონო. აი უფრო ახალი თაობა მაპატიანი. უფრო ახალი თაობა როგორ არის ამაში ჩართული? დიახ, აი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავარი მიზანი ერთ-ერთი ის არის, რომ ვისაუბროთ ახალგაზრდების ენაზე. ანუ ეს პროექტები, რომელიც არის კულტურული, რომელიც არის მათ შორის ეროვნულიც, რომელიც არის მათ შორის შემეცნებითი, გასაგები იყოს ახალი ჩვენ თვითონაც ახალგაზრდები ვართ, მე და გიორგის გარდა კიდევ გუნდი დიდი არის და რაღაცნაირად თითქოს აი ეს მიზანი გვაქვს, რომ რამდენადაც ჩვენ ვახერხებთ ამას, რომ ამის მნიშვნელობა, ასე ვთქვათ, შევიგრძნოთ, გავითავისოთ, აი ეს უკვე გამოვხატოთ და ძალიან დიდი დაინტერესება არის და ძალიან დიდი მონაწილეობა არის ახალგაზრდების ამ ყველაფერში. არის. რადგან ახსენეთ, რომ რაღაცა დამატებით გზები გაეხსნათ ამ ხალხს, ხო? თქვათ, ინსპირაცია შეიძლება იყოს ვიღაცისთვის, იმისთვის, ვინც მონაწილეობას იღებს ამ სრულ პროცესში. ნამდვილად ეს მნიშვნელოვანი არის თქვენთვის სამომავლო გეგმებისთვისაც, ხო? თქვენი мотиваციისთვის, რომ გააგრძელოთ პროექტი და ყოველთვის რაღაცა შემატოთ ხოლმე სამომავლოდან. მოდი გითხარი სამომავლო გეგმების შესახებაც, საინტერესოა. ჩვენ პროექტებს ვახორციელებთ ყველა ასაკის მიმართულებით. დაწყებული დღევანდელი 7-დან 17 წლამდე საკვირაო სკოლის პროგრამით გაგრძელებული აი ეს დასრულებისთვის ეს პროგრამა რაც არის და ასევე გვაქვს ემიგრანტებისთვის საკვირაო სკოლა რომელიც ონლაინ ფორმატში არის ყოველ შაბათს იმართება და ჩვენი განვითარების სწორედ ხედვაც ეს იქნება რომ აი თითოეულ ამ სფეროში ინტეგრირდეს ხელოვნება მაქსიმალურად ინტელექტუალურ სფეროებთან ერთად რომელიც არის ლიტერატურა რომელიც არის ისტორია რომელიც არის ფსიქოლოგია და რაღაცნაირად თვითონ აი ამ გალაქტიონის და თქვათ რაღაც დასრულების პროექტების ფაგლებში ამას ახლა ამაზე გვაქვს საუბარი ამან შეიძინოს უფრო დიდი მასშტაბები უფრო მეტ ქალაქს მიწვდეს ახლა უკვე ბათუმია ვფიქრობთ რომ ზუგდი და ქუთაისაც ჩავალთ მინიმუმ და რაღაცნაირად ყოველი ახალი პროექტი ესე გვინდა რომ დავიწყოთ და მე მთელ საქართველოს მოვდოთ ძალიან კარგი გეგმებით ხართ წარმოადგენილი ნამდვილად და ემიგრანტები ახსენეთ მათთვის ალბათ განსაკუთრებით კიდევ უფრო სენსიტიური ნაწილი არის, იმიტომ რომ ხშირად კომუნიკაციის ნაკლებობა არის ხოლმე მეწყობილ არ საზღვრებს გარეთ წლების განმავლობაში და ვიცი ეს რასაც ნიშნავს, იმიტომ რომ სულიერი საზრდო აუცილებელი არის ხოლმე ამ მომენტში და ნამდვილად კარგი ინიციატივა. წარმატებას გისურვებთ. რამის დამატება ხომ არ გინდათ? ეს ემიგრანტებისთვის საკვირაო სკოლა რას გულისხმობს? დიახ. ჩვენ ხშირად გვიწევს ვიზიტი უცხოეთში, ამერიკაში, ბრიტანეთში, ევროპის სხვა ქვეყნებში. მუდმივად ხვდებით იქ ქართველებს, ვის საჭიროებებსაც მათი პირით გამოთქმულს გრძნობთ და ჩვენ თონაც უცხოეთში ვსწავლობდით და ვიცით რას ნიშნავს ეს პროცესი და რამდენადაც სიტყვის აკადემია გახდა ჩვენთვისაც პლატფორმა, რომელზეც დავბრუნდით და ჩვენი ნიჭების რეალიზების ასე ვთქვათ არეალი გახდა, ასევე გვინდა რომ აი ამით შევქმნათ პლატფორმა, საიდანაც ადამიანები შეძლოენ ჯანსაღი ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნებას, ჩამოყალიბებას უცხოეთში, ასევე ენის ბავშვებისთვის, რომლებიც იქ იზრდებიან და ვის ლაპარაკობენ ქართულად, ეს არის ძალიან დიდი მადლი, რასაც თქვენ აკეთებთ. აი ენის შენარჩუნების საკითხი და ასევე ფსიქოლოგიის ელემენტებიც აქვს ამას, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ უკვე ქართულად, ასე ვთქვათ, გადაცემული გარკვეული უნარები, გარკვეული ცხოვრებისეული გამოსილება ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენონ ურთიერთობებში ადამიანებთან თავიანთი სოციალურ და პიროვნულ უნარებზე მუშაობით, ასევე ვსაუბრობთ ღირებულებებზე, რომ აი რა ამ მნიშვნელობა აქვს ღირებულების ადამიანის ცხოვრებაში, გადაწყვეტილების მიღებაში, როგორ გვეხმარება, რა არის პრიორიტეტული, რა არის ნაკლებად პრიორიტეტული და ასე შემდეგ. აი ეს არის ერთგვარი კომბინაცია ისტორიის, ფსიქოლოგიის და ლიტერატურის, რომელიც ემიგრანტების ერთ პროექტში ექცევა და ყოველკვირაულად ბავშვები ამას ესწრებიან. და ონლაინ მიმართულებით ალბათ ცოტა რთულდება ხოლმე პროცესები, თუმცა მაინც ნუ ემიგრანტების შემთხვევაში ფიზიკურად ეს გზა იქნება შესაძლებელი. ძალიან საინტერესო პროექტი არის, წარმატებას გისურვებთ და ვიცი. მომავალ შეხვედრამდე. სარგებლო შეხვედრა და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა თქვენს სტუმრებს, ანდრია გიორგი, საოცარი ახალგაზრდები გაგვაცნო. და წარმატებები აი ამ ძალიან დიდ საქმეში. დიდი მადლობა წარმატებები თქვენს. ჩვენ საქმე მივახლოვდით უკვე